ესე არ დგას მანქანა და ადგილი თლაც საუკეთესო არ არის ამ მანქანაში. ყიდვით არ ვიყიდი, რო ეჩქებინათ, აი დაახლოებით ეგეთი აზრი მაქვს ამ მანქანაზე. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ალექსანდრე, თქვენი მყოფებით Dream Chasers-ის არხზე და ეს არის მორიგი ვიდეო, როდესაც განვიხილავთ იმ პროექტს, რომელიც ჩამოვიყვანეთ, ავადგინეთ, რამდენიმე დღე ვიკატავეთ და აი გიყვებით ჩემს აზრს ჩვენს მორიგ მანქანაზე, ეს არის Lexus NX. NX-ი რატო არის? აი NX-ი უნდა ჩამოვიყვანა და UX-ი ჩამოვიყვანა და აი UX 250H ჰიბრიდი 4x4-ზე ქალაქის იდეალური მეომარი ან არც ისე, მოკლედ ამ ვიდეოში მოგიყვებით ჩემს აზრს ამ მანქანაზე, პატარ-პატარა რაღაც დეტალებს მოგიყვებით ამ მანქანაზე, რაც მე გავიგე ამ მოკლე დროის მანძილზე. სხვათა შორის, ვისაც გაინტერესებთ როგორი იყო ეს მანქანა, საიდან ჩამოვიყვანეთ, როგორ ჩამოვიყვანეთ და როგორ ავაწყეთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ არხზე და ნახოთ ის ვიდეოები, რომელიც უკვე არხზე დევს. არც მარტივი პროექტი იყო, არც რთული პროექტი იყო, საშუალო დონის დაზიანება ქონდა. მოკლედ რთული არაფერი ჩვენთვის, იმიტომ რომ დიდი პრაქტიკა გვაქვს, ასევე ვინც ხართ დაინტერესებული მანქანების ჩამოყვანით ამერიკიდან და იაპონიიდან, მოიწერეთ და ჩამოვიყვანთ ესეც ან ცოტა უკეთეს ან ცოტა უარეს, მოკლედ თქვენზე არის დამოკიდებული და თქვენს სურვილზე. ესე იგი, რა შემიძლია თქვა ამ UX-ზე? პირველ რიგში ჩემი აზრი მომწონს. ოღონდ მე არ ვივლიდი რა. კარგია, ესე გვერდიდან რო უყურებ, სიმპათიურია, შიგნიდანაც საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება და ასე შემდეგ, მაგ ყველაფერს ნელ-ნელა ვიდეოს მანძილზე მოგიყვებით, ჯერ რადგან გარედან დავიწყეთ და გარეთ ვდგავარ, ხაზი უნდა გავუსვა ამ ვიზუალს. პატარა არის CT-ს გაგრძელება არის ეს, ანუ ის CT-ები რაც იყო Lexus-ის პატარა hatchback-ები. ეხლა პატარა hatchback-ი არის, ოღონდ მოჯიპო, ეს არის მისი გაგრძელება. აქაც ადგილი მთლად ბევრი არ დამატებიათ, მაგრამ ჯერ წინ მივდივართ, ჯერ აი ამ მარკებზე უნდა ვილაპარაკო. ბარემ გვერდიდან ვართ და ამას ხაზი უნდა გავუსვა, რომ ეს ცოტა დიდად არ მომწონს. სხვა რაღაცები გათვალისწინებული არის და სიმპათიურად გამოიყურება, ბაზარი არა, მაგრამ ეს არკები ჩემი აზრით დიდად ვერა. ეგ არ მომწონს და ეს სტოპი. ეს სტოპი სიმპათიური არის, ეს შუა ნაწილი მაგრად მომწონს, მაგრამ ეს შუა ნაწილი პირველ რიგში ძვირი ღირს, $500 ღირს მარტო ეს სტოპი. ხშირად საბარგულს ყიდიან $200-300 სტოპის garaში და საბარგული ჯამში დაახლოებით $1000 ღირს, რაც არც ისე კარგი ფასია და ფასებს რაც შეეხება, ნაწილები არ ღირს იაფი და ეგეც გასათვალისწინებელია. თვითონ მანქანაც ეხა რეალურად ფასებზე რადგანაც დავიწყე ლაპარაკი, აქ დაახლოებით 18-დან ზევით ღირს და ჩემი აზრით ეს მანქანა სადღაც 15 რო ღირდეს, ბევრად უკეთესი იქნება. მესმის რომ ჩვენი ბრალი არ არის ეს მანქანები ეგრე რო ღირს, რადგან ამერიკაშიც ცოტა რთული არის ამ მანქანის კარგ მდგომარეობაში, ცოტა ადეკვატურ გარბენზე ყიდვა ისე რომ 15 დაგიჯდეს თუნდაც, იმიტომ რომ მეც კი მეტი მიზის ეს მანქანა და 15-ში ფიზიკურად ვერ გაყიდის ხალხი. მესმის, მაგრამ აი ზოგადად ყველაფერი რო გადავდოთ, რა ეღირებოდა ჩემი აზრით ეს მანქანა, მაგას ვიძახი რა, აი ჰიბრიდულები 15 უნდა ღირდეს. 15-ზე ზევით ჩემი აზრით არ ღირს, რადგან ზედმეტად პატარა არის რა, აი მაგ ყველაფერზე სალონში რო ჩავждებით, თქვენ თვითონ მიხვდებით და გამოიტანთ დასკვნას, მაგრამ თვითონ ზომაც პატარა აქვს. ქალაქისთვის, ანუ ვიზუალურად ესე ფიზიკურად რა გარედან პატარა რო არის, კარგია, პლუსია, იმიტომ რომ საცობებში მარტივი არის, სადღაც გადასასვლელებზე არ გაგიჭირდება ამით გადასვლა. დასაყენებლადაც ეხა რთული არ არის ამ მანქანის დაყენება, მაგრამ ანუ სალონში ძალიან ცოტა ადგილი არის სამწუხაროდ. ვიზუალის მხარე მინდა ამოვწურო იმით, რომ Lexus-ი იმუშავეს აეროდინამიკაზე და ეხა ყველაფერი ისეთ ხაზებში არის, რომ ჰაერის ნაკადს მარტივად ჭრიდეს ეს მანქანა და ეს სტოპებით სავარაუდოდ მაგიტო არის ეს წამოწეული და რაღაცა მე დიდად ვერ დავუმოღამე, წამოწეული რო არ ყოფილიყო, ბევრად სიმპათიური იქნებოდა. აი, მაგალითად, ახალი NX-ის უკანა მხარე ძალიან მომწონს, იმიტომ რომ მრგვალია და ხაზი აქვს, რომელიც არ გადადის კუზავიდან გარეთ და ესე არ დგას მანქანა და ეს კარგია რა, ეს მომწონს NX-ში, მაგრამ UX-ში ცოტა რაღაცა ნიტუა რა. რაც ფარებს შეეხება, ეს Lexus-ის ხაზები, როგორც ყოველთვის, თვითონ ცხაურაც როგორც ყოველთვის სიმპათიურია და მომწონს. ეს ცხაურა განსხვავდება მოდელების რიგით, ანუ F-Sport-ზე ცოტა უფრო სხვანაირი და ცოტა უფრო სპორტის განხრით არის განვითარებული და უფრო მეტი ხაზი აქვს და ცოტა უფრო აგრესიული ვიზუალი აქვს. ჩვენს შემთხვევაში ეს არის ჩვეულებრივი საბაზისო პაკეტი. ანუ F-Sport-ი არ არის, მაგრამ F-Sport-დან გვაქვს მოპარული აი ეს მუქი შტრიხი რა. F-Sport-შიც შავი არ არის, მე როგორც ვიცი, ცოტათი უფრო რუხი არის, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში გვქონდა არჩევანი და შევღებეთ შავად და გადავწყვიტეთ, რომ ვერცხლისფრად არ შეგვეღება და ქრომში არ
დაგვეყენებინა რა ეგ ყველაფერი იქეთ ვიდეოებში არხზე რომელიც დევს იმიტომ რომ 400 ლარი ღირს ეგ კანტი ფასებზე რო გეუბნებოდით 400 ლარი ეს კანტი არ უნდა ღირდეს ჩემი აზრით რა მაგრამ ტაივანები არ არის და ტაივანები რაც არის ძვირი ღირს ეგეც გასათვალისწინებელია თვითონ სიმაღლე ამანქანის ნორმალური ანუ მოჯიპო ჰეჯბექი არის და მაინც დაბლად დგას რა ანუ მე მომწონს ესეთი მანქანები და ვიზუალურად მხიბლავს რა რომ მოვდივარ და სახურავს ხედავ მანქანის სიამოვნებს რაც სარკეებს შეხება ანუ აეროდინამიკის ხაზს გავყვები აქ გვაქვს კარებზე რაღაც ხაზები რაც ალამაზებს მანქანას გვერდიდან ეგ მომწონს ბაზარი არა ესეც საკმაოდ ლამაზად არის შესრულებული იმიტომ რომ მუქი ქრომი და მანქანის ფერი კარგად სამაშობს გასტრების სენსორებიც გვაქვს და რაღაცა სენსორებით მდიდარი არის ჩვენი Lexus-ი და ნუ სალონამდე მივედით. სალონში არის აი ეს არის ჩემი პირველი Lexus-ი რა და ხარისხიანია. მართლა ხარისხიანია, მართლა მესმის რატომაც მოწონს ხალხს Lexus-ები, მეც სიამოვნებით ვივლიდი Lexus-ით და სავარაუდოდ შეიძლება ცოტა ასაკირამო მომემატება დავფიქრდა Lexus-ის ჩამოყვანაზე და ნუ არ მგონია UX-ი იყოს, მაგრამ Lexus-ი მომწონს. ანუ მესმის რომ ცოტა უფრო მაღალ მანქანებში და მაღალი კლასის მანქანებში Lexus-ი რასაც უშვებს, ბევრად სასიამოვნო იქნება ეს მასალები. მასალას რაც შეეხება. ტყავის საჭე გვაქვს, ტყავის სავარძელები გვაქვს. აქ რაღაცა ხავოიანი ქაღალდის, ანუ რაღაცა იაპონური ქაღალდი არის, არ მახსოვს რა ქვია, მე მოპატიეთ, მაგრამ იაპონური რაღაც ტრადიციული ქაღალდის სტილში არის შესრულებული ეს, რაც მოვისმინე და რაც წავიკითხე. ეგრეა, თუ რამეში ვწდები გეპატიჟებით კომენტარებში და მითხარით რომ არა ალექს ეს იაპონური კი არა, აი ქაური ქაღალდის ფორმაში არის, მოკლედ გავითვალისწინებ წავიკითხავ. ესეც პლასმასი არის, მაგრამ ტყავის სტილშია, თან ცოტა რბილია. მოკლედ, აქ რო ზიხარ ჩემი აზრით ყველაფერი ხას უსვამს იმას, რომ შენ ხარ მთავარი ტიპი ამ მანქანაში რა. ოღონდ მინუსებიც არის, მაგაზე ცოტა მოგვიანებით. ანუ მე რო ჩავჯექი პირველად ამ მანქანაში, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მეხუტება მანქანა რა, იმიტომ რომ ინტერიერი თვითონ ისე არის აწყობილი, რომ ჯერ პირველ რიგში საქარემინა გვაქვს პატარა, ბრმაზონები გვაქვს ცოტა უფრო, ანუ რაღაცნაირად ზიხარ რა, ისეთი გრძნობა გაქვს, თითქოს სათვალეში იყურები და შეიძლება ეს ჩემი პროფდეფორმაცია იყოს, რადგან ფიტებს ვატარებ. ხშირად და მან ცოტა უფრო სხვანაირად არის ეს ყველაფერი განვითარებული და ცოტა უფრო დიდი საქარე აქვს და ეს ჩემი პირველი Lexus-ი და შეიძლება მისაჩვევი ვარ შესაძლებელია მაგ ყველაფერს ვუშვებ, მაგრამ ნუ ეს არის ჩემი აზრი. ბრმაზონები გვაქვს, ხილვადობა მთლად საუკეთესო არ არის, რაც მიტარებია, მაგრამ ნუ სავარაუდოდ თავის სტილს მიყვება. რაც მულტიმედიას შეეხება, ცოტათი უფრო დაძველებული არის ვიდრე მე მეგონა, იმიტომ რომ 2019 წლიანი არის ეს მოდელი, ჰიბრიდულია და 4/4-ზე, ეგეც ბარემ აქვე სანამ გამახსენდა მინდა რომ გითხრათ, რაც შეეხება ჩვენს მულტიმედიას არის ცოტა რთული საკომუნიკაციო რა, მოკლედ სენსორული არ არის. სენსორული არ არის და გვაქვს აი ესეთი touchpad-ი, რომელიც 2005 წლის ლეპტოპიდან არის მოხსნილი და ცოტათი უფრო რთულია ამ ყველაფრის მართვა, მით უმეტეს, როდესაც ახალი ხარ Lexus-ის საჭესთან და ამ სისტემასთან ახალი ხარ, თან ატარო, თან ეცადო რომ იპოვო აქ home menu, რაღაცა აქ კიდე მთელი ეს სისტემა გაქვს, აი კი მესმის რომ შესაძლებელია რომ ეს ყველაფერი ნუ რაღაცა 2-3 კვირაში ყოველდღე რო ვივლი, კი მივეჩვევი რომ რადიო აქ არის, ხმა აქ არის, მედია აქეთ და აი უბრალოდ ხელს დავადებ და ყველაფერს გავითვალისწინებ და შევხედავ და მივხვდები სად არის და რა არის და აღარც მომიწევს აქეთ გამოხედვა, მაგრამ სანამ მაგ ყველაფერს დავამუღამებ, სავარაუდოდ 1-4-ში რა ვილეწები, იმიტომ რომ აქ უნდა ვიპოვო რადიო სად არის, მედია სად არის, ხმის აწევას ვეძებდი, აი აქ მერე აქ ვაჭერდი და ისიც ძალიან რთულად არის, სანამ აი აქ დავფიქრდი რომ მეთქი იქნება აქ არის და მოკლედ ეს არ მომწონს, ეს ჩემი არ არის. თვითონ იდეა ნორმალურია ეს რომ სენსორული ყოფილიყო მაგალითად და არჩევანი გქონოდა რომ თუ გინდა touchpad-ს გამოიყენებ და თუ გინდა უბრალოდ სენსორულად დააჭერ და ეგრე იქნება ჩემი აზრით ბევრად უკეთესი იქნება და ასევე იმას ვერ გავუგე რომ აი აქ მაქვს იმის რეჟიმების გადამრთველები კი მესმის რომ მაგარია და რაღაცა შრეკის ყურებს გავს მაგრამ აი რა ვიცი ეს ჩემი აზრით საერთოდ არ ჭირდება ეს კნოპკა შეიძლება ჩვეულებრივ აი აქ ყოფილიყო და სპორტ რეჟიმები როგორც ყველა ადეკვატურ მანქანაში აი აქ და ასევე Lexus-ის არაადეკვატურობას რაც შეეხება ჩემი აზრით რაც არ იყო ჩვეულებრივი ხელის მუხრუჭი გვაქვს საჭის მარჯვენა მხარეს ჩაწევა ნიშნავს აწევას
და აწევა ნიშნავს ჩაწევას. ეგეც ცოტათი რთული იყო ჩემთვის გასაზრებლად, მაგრამ ნუ Lexus-ი არის, უნდა მივეჩვიოთ, აქ ცოტა სხვანაირად არის, აქ ცოტა ლუქსისკენ მივდივართ. მოკლედ ესე გადაწყვიტა Lexus-მა. სალონს ცოტა გარედან შეგახედებთ და სავარძელსაც დაგანახებთ. მოკლედ ეს პერფორირებული ნაწილები მომწონს სალონში და ლამაზი არის. მესმის რომ აი აქ ჩაიხედები, გინდა რომ ჩაჯდე და გინდა რომ იარო. სხვათა შორის რაც კომფორტს შეეხება, აქ გვაქვს ელექტრონული მართვა სავარძლების, საჭეც საკმაოდ რბილი არის და აი სასიამოვნო არის რომ უკიდებ ხელს 60000 მილი აქვს ამ მანქანას გარბენი და 60000 მილი არ არის ცოტა გარბენი და შეუძლია ჩვეულებრივ რომ ანუ თუ დასაზიანებელია და თუ მარტივად ზიანდება, უკვე დაზიანდებოდა ეს სავარძლები და მინახავს მანქანები 80000 კილომეტრით და ნუ მფლობელსაც გააჩნია წინას ხა გააჩნია როგორ ატარებდა, როგორ ექცეოდა, წონას გააჩნია და ბევრი დეტალი არის მოკლედ რა. მაგრამ აი საშუალო მაჩვენებელი რო ავიღოთ, ეს სალონი ჩემი აზრით უძლებს დიდ გარბენებს, უძლებს ჩვეულებრივ, იმიტომ რომ Lexus CT მყავს ჩამოყვანილი 150000 მილი ქონა გარბენი და რო ჩავიხედე სალონში, აი ადეკვატურად იყო გაცვეთილი რა, ვერ იტყვი რომ რაღაც საშინელი კატასტროფულად ცუდ მდგომარეობაში იყო, როგორც Mercedes-ებს აქვთ ხოლმე C-კლასებს 40000 მილზე, სადაც ჩვენი მეხუთე წერტილი დევს სავარძელი აი ესე იხსნება და ვაიმე აღარ შემიძლიაო ყვირის, მაგრამ აქ ეგრე არ არის, აქ კარგი. ეს მომწონს. სალონის ზომაზე გითხარით, რომ გეტყოდით ერთ-ორ სიტყვას. პირველ რიგში წინ კარგია, წინ რბილია, წინ ყველაფერი შენზე არის მორგებული და ადგილიც არის, მაგრამ უკან სამწუხაროდ მასე არ არის. პირველად ვიждები სხვათა შორის უკან, მაგრამ ვიცი რომ ცოტა ადგილი. მე წინ ვზივარ კომფორტულად, მაგრამ უკან აქაც ანუ ნორმალურად ვზივარ ხო, მაგრამ თითქოს ყველაფერი მაწვება რა, აი მეხუტება მანქანა, აი ამას გავუსვამ ხაზს. კი, თავს არ ვადებ, მაგრამ არ ვიცი რა, ფანჯარაც პატარა არის ეს, კარი მაღლა მთავრდება. ადგილი თლაც საუკეთესო არ არის ამ მანქანაში, მაგრამ CT-სთან შედარებით, ნუ რა თქმა უნდა, აქ ბევრად მეტი ადგილი არის. აქ ფასიც არის გასათვალისწინებელი, როდესაც CT ღირს დაახლოებით $10000. კი არის რომელიღაც მოდელები, რომელიც ცოტა მეტი ღირს ხა ასაკიდან, მდგომარეობიდან და კომპლექტაციიდან გამომდინარე, მაგრამ UX-ში ცოტა მეტი სიხდი, დაახლოებით $6000 მეტი სიხდი და ჩემი აზრით ცოტა უფრო მეტად დახვეწილი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ სავარაუდოდ ესეც ნუ გასათვალისწინებელია ის, რომ Lexus-ი მარტო UX არ უშვებს, NX-იც გასაყიდი ყავთ და რაღაცები უნდა მოეკლოთ ამ მანქანას, რომ NX-იც გაყიდულიყო და მე მაგალითად NX ვიყიდი, თუ ვიხდი $18000, დაველოდები ჯერ არ ვიყიდიან, რაღაცა დავიმატებ, ან რა ვიცი, უბრალოდ დროს გავწელავ და პატარ-პატარა თანხებს გადავდებ და NX ვიყიდი. მე ვფიქრობ ეგრე, აი ხა რომ მქონდეს საშუალება რომ UX-ი ვიყიდო, მე მაგალითად ჩემთვის არ ვიყიდდი UX, დაველოდებოდი და NX ჩამოვიყვანდი. რაც შეეხება ჩვენი ჰიბრიდული სისტემის ამბებს, Toyota Lexus-ი არ ფუჭდება მოკლედ. მარტივად. 185 ცხენი აქვს ჯამში, როგორც წავიკითხე, 4-4-ზე სისტემა აქვს წინ წამყვანს მართავს ბენზინის ძრავიდან პირდაპირ გადადის და ელექტროძრავი მართავს უკანა ხიდს, ნუ კარდანის გარეშე არის, როგორც წავიკითხე, ანუ ტექნიკური მხარე, ჩემი ძლიერი მხარე არ არის და რასაც ვკითხულობ, იმას გაწვდით უბრალოდ. ეს მიმოხილვები უფრო ჩემი აზრის დაფიქსირება არის და მინდა რომ მქონდეს არქივში რაღაცა აზრების კატალოგი, რომ აი ადამიანი ვინც ეძებს, აი ჩვეულებრივი ტიპი ვარ, ვინც ყიდულობს მანქანას და აი პირველ აზრს გიყვებით რაღაცა ტექნიკურ ნიუტონებში, ცხენებში და ასე შემდეგ ლითიუმის ელემენტებზე და მაგ ყველაფერზე სამწუხაროდ ჯერ არც კომპეტენტური ვარ და არც მაინტერესებს დიდად, მინდა რომ მოგიყვეთ აი ესე პირდაპირ მოხვედი მანქანას ხედავ, უბრალოდ თქვენ რო არ დაკარგოთ დრო, ჩათვალე რომ აი მე ვარ აქ და მე ვუყურებ იმ პატარ-პატარა რაღაცებს, რაც მომწონს და რაც არ მომწონს, ჩვეულებრივი დილეტანტის თვალით ვუყურებ, არ ვარ გარკვეული ესეთ მანქანებში. ჯერ ჩართვა ძრავზე 185 ცხენი ვახსენეთ, ეს 185 ცხენი საკმაოდ კარგად მუშაობს, ანუ ეს არ არის საგაზოა მანქანა, ეცევად ეკოლოფი არის ამ მანქანაში, 185 ცხენი ჩვეულებრივ ერევა ამ მანქანის წონას, საგაზაოდ ვერ გახვალთ ამ მანქანით, მაგრამ ქალაქში რაც დაგჭირდებათ, რაშიც დაგჭირდებათ მანქანა და ეს 185 ცხენი რაშიც დაგჭირდებათ და გამოგადგებათ, მოკლედ ყველაფრისთვის საკმარისია ეს მანქანა, გასასწრებადაც გახვალთ უპრობლემოდ, კი გას როდესაც ვაჭერთ ცოტათი ღმუის მანქანა და რაღაცა ისე ყვილის ძრავე, თითქოს გახეთქვას არის, მაგრამ ეს Toyota-ს შტრიხია და მაგას ვერსად ვერ გავექცევით. საბოლოო ჯამში ეს მანქანა ჩვეულებრივ ერევა თავის წონასაც და ნუ დინამიურადაც დადის, რაც ჩანს.
ზომებს რადგანაც შევეხე, შეუძლებელია რომ საბარგული არ ვახსენო. ეს საბარგული მთლად დიდი არ არის, იმიტომ რომ ელემენტები იღებს დიდ ადგილს და იკავებს საკმაოდ არაკომფორტულად ბევრ ადგილს მე რომ მკითხო. ეს ბოლომდე არ ჯდება, თან ვარდება. აქ ძალიან ცოტა არის ადგილი, კი ჩაეტევა რაღაცები, მაგრამ მთლად ბევრი ვერა, თან შუშასაც დაფარავს ეს ფარგი, რომელსაც აქ ჩადებთ, კი სკამები იხრება, მაგრამ ორადგილიანი ქალაქის ჯიპი ჩემი აზრით მთლად კარგი არჩევანი არ იქნებოდა. ასე რომ ხალხი უნდა იჯდეს უკანაც, ადგილიც უნდა იყოს რაღაცების ჩასადებად, მაგრამ სამწუხაროდ აქ მაგაზე არ ფიქრობს Lexus-ი და ესეთი ვარიანტი გვაქვს. საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ქალაქისთვის არც ეს ცუდი ვარიანტია. მე მაინც ვივლიდე ამანქანით ქალაქში, ჩემი აზრით, ყიდვით არ ვიყიდი, რო ეჩქებინათ ვივლიდე. აი დაახლოებით ეგეთი აზრი მაქვს ამანქანაზე. $18000 ამანქანაში არ მივცემდი, სამწუხარო ფაქტია ის, რომ 2020 წელზე ნაკლებ მანქანას ვეღარ ჩამოვიყვანთ დღევანდელი მონაცემებით და $18000 მე მაგალითად ეხა იმის თქმა მინდოდა, რომ მირჩევნია 2014 წლიანი მანქანა მყავდეს 18-ად. რაც ბევრად უკეთესი მომივა, ან გერმანული, ან თუნდაც Lexus-ს ავიღებდი NX 2016 წლიანს, მაგრამ ამას არა. მაგრამ ეხა არჩევანი არ გვაქვს და 18-ად 2020 წლიან ჰიბრიდ SUV-ს ვერ იყიდი, სავარაუდოდ ამაზე უკეთეს. ასე რომ მოგვიწევს UX-ებით სიარული, მაგრამ ეგეც რას ვიზავთ არჩევანი არ გვაქვს. მე საერთოდ ძველი მანქანები მიყვარს. მიწევს UX-ების მიმოხილვების გადაღება, მაგრამ მე ვერაფერს ვერ შევცვლი. გვაქვს გასწრების სენსორები ამ კონკრეტულ კომპლექტაციაში, გვაქვს ზოლის კონტროლი, გვაქვს დისტანციის კონტროლი, გვაქვს წინა და უკანა პარკინგები, რაც საკმაოდ კარგია. ცოტა უფრო მაღალ კომპლექტაციებს აქვთ head-up-იც, აქვს სხვა აუდიო სისტემაც, მაგალითად ჩვენგან განსხვავებული 360 კამერები, რაც ძალიან კარგია და მოკლედ ძალიან მარტივად ვეჩვევი ეგეთ რაღაცებს და არ მგონია რომ მარტო ვიყო ასეთი 360 კამერები ქალაქში. პატარა ჯიპზეც კი ძალიან კომფორტულია და ვფიქრობ, რომ აი იმ მოდელებში ძალიან კარგი იქნებოდა და კომფორტული. სიარული რა ქალაქში. არ მგონია რომ ეხა 360 კამერების გამო ეს მოდელი არ იყიდოთ, რადგან X სხვაობა შეიძლება რაღაც $2-3000 ჭრილში იყოს და აი 18-ად თუ ყიდულობთ ასეც, მე მაგალითად $3000 ისედაც ძვირიან UX-ში არ დავამატებდი, რომ 360-ები მქონოდა. მაგრამ არჩევანი თქვენია, ეს ჩემი პირადი აზრია. თქვენ შეგიძლიათ რომ აირჩიოთ და რა თქმა უნდა ზოგს მოწონს ესეთი პატარა მანქანები და ის $2-3000-იც ასე თუ ისე შეიძლება ღირდეს ის აუდიო სისტემა, head-up-ი და რაღაც პატარა ტექნოლოგიური ფუნქციები. საბოლოო ჯამში ისეთი აზრი მაქვს, რომ მანქანას როდესაც ყიდულობ, სასურველია რომ ძალიან მაღალი კომპლექტაცია იყოს, იმიტომ რომ ეს თვითონ კუზავ რასაც ყიდულობ და თავიდან რო ხიბლოთ, რო იყიდი დაახლოებით 1 თვეში უკვე აღარ ხიბლობს ისე ძალიან და აი ის ტექნოლოგიური რაღაცები რითიც არის დატენილი ეს მანქანა, ზუსტად ის არის, რაც მე ხალისს გაძლევს, რომ ყოველდღე ჩახვიდე და ქოქო და იარო, ის საინტერესო არის, რაღაცებს ვთავ, რაღაცებს ვიშავ, თამაშობ. მე პირადად ასე ვარ და ვფიქრობ, რომ არა მარტო მე ვარ ეგრე. ასევე მაღალ კომპლექტაციებში საჭის კონტროლის გვაქვს ღილაკებიც, რაც კომფორტულია, მაგრამ ისეთი არ არის, რომ რაღაცა ყოველდღე არ ზიხარ და არ ცვლი მაგას. აი მაგალითად აქ რო ქონოდა ამანქანას memory პაკეტი, რომელიც ისიც არის მაღალ კომპლექტაციებში. ეგ უფრო კომფორტული იქნებოდა. მე მაგალითად memorებს ყველაზე იაფიანშიც დავამატებდი, იმიტომ რომ Ford Fusion-ია, ყველაზე დაბალ პაკეტებსაც კი აქვს memorები ზოგს რა, მოკლედ ძალიან დიდი სხვაობა არ არის ფასში, მაგის თქმა მინდოდა. აქ კიდე გვაქვს ფასში სხვაობა, აქ ცარიელი ღილაკებიც გვაქვს დატოვებული, მოკლედ ეს როგორც გითხარით, საბაზისო არის მაქსიმალურად თავისი 7-ინჩიანი მონიტორით, დისპლეით, რომელიც არანაირად არ ფუნქციონირებს სენსორულად და გინ 7-იანი იყოს, გინ 10-იანი და გინ 20-იანი. 10-იანი არის სხვა მოდელებში, მაგრამ მაგას აზრი არ აქვს, მე მგონი მულტიმედიაზე ვილაპარაკე. ეს არის ჩვენი Lexus UX-ი, რომელთაც ეხა გავიკატავებთ. მოგასმენინებთ ხმას, ვიტყვი 1-2 სიტყვას როგორ დადის, რატო დადის კარგად, ან რატო დადის ცუდად, რა მომწონს და რა არ მომწონს. პასუხი კი გითხარით, ვიყიდით თუ არა ამ მანქანას, მაგრამ მაინც გამომყევით და გავიკატავთ ამ მანქანით, სანამ დაგამშვიდობებით. ასევე სანამ წავალთ, მინდა ეს აღვნიშნო, რომ კარები საკმაოდ სასიამოვნო ხმით იკეტება, მაგის
მაგის ხმა მომწონს ხოლმე, როდესაც მანქანა ცოტა უფრო მძიმე დიკეტებასავით რა, არ ვიცი რატომ მომწონს, მაგრამ ისეთ გრძნობას მანიჭებს თითქოს ცოტა უფრო ხარისხიანია და მომწონს. ასევე უნდა მეხსენებინა ის, რომ უსადენო დამტენი გვაქვს, ტარებას რადგანაც მივადექით ეგ არის. აქ გამახსენდა და აქ გითხარით, ეს კომფორტულია და ეს მომწონს. მე მაგალითად მომაკლდა რომ რაღაცა ის მქონდეს ბარიერივით, რომ ტელეფონმა არ იცურავს აქეთ-იქეთ, რაღაცა უნივერსალური ბარიერი ყოფილიყო, ან ცოტა სხვა მატერიალი გამოიყენებინათ. მოკლედ, გვაქვს სავარძლების გათბობა, გაგრილება, საჭის გათბობა, რაც ძალიან მომწონს და ჩემს ცივხელებს ჭირდება ხოლმე საჭის გათბობა. ბევრ მანქანას აკლია, მაგრამ ვფიქრობ, რომ საჭირო ფუნქცია არის. ეხლა კიდე წავედით ხელის მხრუჯზე რომ ვიღადავე, ეს არის, აი ხა ვაჭერ, რეალურად ჩაწევა ხო დაჭერით ხდება. არა, აქ უნდა ამოწიო, რომ ჩავიდეს და ეგ ცოტა ვერ გავიგე მოკლედ და მინდოდა რომ მე თვითონ სიარულს რაც შეეხება, აი რბილია, კომფორტულია, მე მაგალითად მომწონს ამანქანით სიარული, რაც ვიარე მომეწონა, ჰიბრიდულ სისტემაზეც მარტივად გადადის და ძრავზეც მარტივად გადადის. ეხლა მაგალითად სრულად ელექტროძრავზე დავდივართ, ეხლა სავარაუდოდ გაზს დავაჭერ და ძრავზე გადავა. წვას რაც შეეხება 5.5 აქვს წვა, საშუალო 5.5-დან 7.5-მდე უფრო სწორად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნიუანსია დამოკიდებული, როგორც არის საფარი, როგორც დადიხართ, ტემპერატურა რა არის, თქვენი ტარების სტილი და მოკლედ 5.5-დან 7.5-მდე ქალაქში საკმაოდ ნორმალურია. 18-იან დისკებზე რადგანაც ვართ ცოტა გრუბად გადადის ესეთ ბუგაროკებზე, მაგრამ მაინც ანუ იმდენად სასიამოვნო არის ამანქანის სიარული, რომ ეგ ხა მისაღებია 18-იან დისკებზე რბილად ვერ გადავა. ესეთი კლასის მანქანა, რას ვიზავთ, სხვათა შორის ყველაზე რბილი, რასაც ვატარებდი, რაც ყველაზე დიდ დისკებზე იყო, 20-იანი იყო, მოკლედ G30 რაც ყავდა ჩამოყვანილი, იმაზე რბილ მანქანას მე მგონი არ შევხვები ვარ ჯერ. თან 20-იანი დისკების გათვალისწინებით საკმაოდ კარგად დადიოდა ის და ეს პატარა SUV არის, მივეჩვი უკვე რომ ესენი ცოტა უფრო გრუბად დადის და ნორმალურია. სამაგიეროდ ჩვეულებრივ საფარზე კარგად დადის და არ მიწევს წვალება და ყველა პატარა ნაოჭის შეგრძნება, რაც ასფალტზე არის. ხმას რაც შეეხება, ხმები გარედან არ შემოდის ისე, მაგრამ აი ასფალტის ხმები შემოდის და ეგ ცოტა მაწუხებს. ესეთი კლასის მანქანაში ჩემი აზრით არ უნდა ხდებოდეს ეს. მაგრამ ესეთი კლასის რა, დაბალი კლასის Lexus-ის მანქანა არის, ანუ Lexus ამაზე იაფიანი SUV აღარ ყავს. შეიძლება ითქვას, რომ დაბალი კლასის SUV Lexus-ების ხაზში, მაგრამ სხვა SUV-ებთან შედარებით თვალ დაბალი კლასი არა. ესე იგი, შეჯამება. არ ვიცი მოგეწონათ, არ ვიცი არ მოგეწონათ, მოკლედ ჩემი აზრი არის ეს Lexus UX-ზე, თქვენ მოგწონთ თუ არა ეს მანქანა, მე მაინტერესებს და დაწერეთ კომენტარებში. მე საბოლოო ჯამში აი ესე შევაჯამებდი ამ მანქანას. როგორც თქვი, ეს მანქანა ან 13-დან 15-მდე რო ღირდეს, ვიყიდიდი და ვივლიდი, ან რო ეჩუქებინათ რა თქმა უნდა ვივლიდი, $18,000 ამ მანქანაში მე არ მივცემდი. კი, კარგი მანქანა არის, მაგრამ ჩემთვის ბევრად პრიორიტეტულია ის $18,000 მანქანა სხვა რო იყოს ჩემთვის. შეიძლება ეგ გასაკისბრალი იყოს, შეიძლება ეგ მანქანების ხედვის და რაღაცა გემოვნების ამბავი იყოს, მაგრამ მისაღებია ეს მანქანაც სასიამოვნო არის ატარებლად. ყოველდღიურად რო წარმოვიდგენ რომ ყოველ დღე ამ მანქანით მომიწევს სიარული, მომწონს, იმიტომ რომ საერთოდ არანაირ დისკომფორტს არ მანიჭებს. მინდა რომ დავქოქო, მინდა რომ ვიარო, ჯერჯერობით ისე უყურებ ამ მანქანას, რომ ცოტა მინდა რომ გავიგრძელო გზას ახლისკენ, რომ ვიკატავო რა, არ მანიჭებს არანაირ დისკომფორტს. სავარძელი კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, სასიამოვნოდ ვზივარ. მეხუტება მთლიანად მანქანა, მთელი ინტერიერი როგორც ვთქვი, პირველ რიგში სავარძელია ეს ინტერიერი, იმიტომ რომ უშუალოდ რასაც ეკონტაქტები არის სავარძელი და საჭე. სავარძელიც ძალიან მომწონს, საჭეც ძალიან მომწონს. ხილვადობას მივეჩვევი სავარაუდოდ ეგ წინა მანქანებიდან გამომდინარე ვთქვი, რომ ხილვადობა ცოტა ნაკლებად მომწონს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის კარგი, ჯანმრთელი მანქანა, რომელსაც შეგიძლია მიენდო, იყიდო და უბრალოდ ჩვეულებრივი სტანდარტული საბაზისო სერვისები უტარო და ეს მანქანა არ გიღალატებს, იმიტომ რომ Toyota-ს გამძლეობა აქვს, Lexus-ის ლუქსი აქვს და მოკლედ ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ თქვენ დაждდეთ საჭესთან და იაროთ ეკონომიურად, დაახლოებით 6 ლიტრს დაგიწვოთ. ჩვეულებრივ დაждდები, ივლით წახვალ სამსახურში, წახვალ სასეირნოდ, წახვალ დასასვენებლად, თუ ორ ჩანთაში ჩატევ თელ ვარგს
რაც 4 ადამიანს შეიძლება კონდეს, ან 5-ს შეიძლება მანქანაში თუ ჩაეტია. მოკლედ პრობლემები გვაქვს ადგილთან, მაგრამ სხვა დანარჩენი ნორმალური. ადგილი და ფასი არის ამანქანის პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩემს გვერდზე ხართ, გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო, გაუზიარეთ მეგობრებს, ან იმათ ჩაუგდეთ, ვისაც ყავთ უკვე ეს UX-ი და იქნებ დამიწერონ რამე აზრი, ან იმათ ჩაუგდეთ, ვისაც უნდა ამანქანის ყიდვა, მოკლედ არ ვიცი, სავარაუდოდ ეს ვიდეო იპოვის თავის მაყურებელს. წავედით და დავუყუროთ ჩვენს მომავალ პროექტებს.